ასე მეგობრებო, პირველი თაროდან გადმოვარგდით და ახლა უფრო ჩახლართულ ამბებში შევდივართ. დაფიქრებულ ხართ რატომა, რომ დღეს დაღესტნელი მებრძოლი ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველაზე საშინელ სიზმრად ითვლება. თითქოს ეს ხალხი რკინისგანაა ნაჭედი და წაგება მათ კოდში არ წერია. მაგრამ აი, აქ შემოდის ილია თოფურია და მთელ ამ სისტემას თავდაყირა აყენებს. იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ისლამ მახაჩევს ილიასი კი არ ეშინია როგორც ფიზიკური ძალის, არამედ იმ ქაოსის, რომელიც ილიას თან ახლავს. ილია ხომ არაპროგნოზირებადი ქარიშხალია. მოდით ცოტა წყალიც დავამატოთ ჩვენ საუბარს, რომ სული მოვითქვათ. აი თქვენი აზრით, რა უფრო მნიშვნელოვანია რინგზე? ტექნიკა თუ სულიერი სიმტკიცე? რთული სათქმელია არა? თითქოს მახაჩევს ტექნიკა და ჭიდაობა პიკზე აქვს, მაგრამ ილიას თვალებში რომ ჩახედავ, იქ ისეთ ამეს ხედავ, რაც წიგნებში არ წერია. ეს არის ქართული ჟინი, რომელიც 70 კილოგრამშიც ისევე მუშაობს, როგორც 100-ში. ახლა კი ყურადღებით. ისლამი სულიმანს გაიძახის ილიამ ჯერ თავის წონაში დაიცვას ქამარიო. ერთი მხრივ ლოგიკურია არა, მაგრამ მეორე მხრივ ეს აშკარა თავისარიდებაა. როცა შენ ხარ დივიზიონის მეფე, ნებისმიერი გამოწვევა უნდა მიიღო, მით უმეტეს ასეთი ხმაურიანი. ილია კი ამ დროს რას აკეთებს? ის ყველგანაა. ისლამს ნახევრად საშუალო წონაშიც კი, welterweight-ში დაედევნა. წარმოგიდგენიათ, კაცი მზადაა ზედა წონაში ავიდეს, სადაც მეტოქე გაცილებით დიდი და მძიმე იქნება. ოღონდ კი მახაჩევს შეხვდეს. აბა აქ ვინ-ვის გაურბის? დასკვნა თქვენთვის გამომინდვია. თუმცა მოდით ერთი წამით გულზე ხელი დავიდოთ. მე პირადად არმან წარუკიანის უფრო მეშინია ვიდრე მახაჩევის. რატომ? იმიტომ რომ არმანს დასაკარგი არაფერი აქვს. ის უკვე დამარცხებულია. მან უკვე იცის მიწაზე დაცემის გემო და ახლა მშიერი მგელივითაა. მახაჩევი კი? მახაჩევი კაბიბის ჩრდილში დგას. ის ყოველ წამს ფიქრობს, ვაი თუ წავაგე, ვაი თუ მამა კაბიბის იმედები გავაცრუე. ეს შიში კი ბორკილივითაა. ილიას კი ეს ბორკილები არ აქვს. ის თავად ქმნის თავის მემკვიდრეობას. ხშირად მეკითხებიან, კი მაგრამ ილია პატარა არაა მახაჩევისთვის? მეგობრებო, მეტრებსა და სანტიმეტრებს ჩხუბში მხოლოდ მანამ აქვს მნიშვნელობა, სანამ პირველი დარტყმა არ მოხდება ტბაში. ილიამ უკვე დაამტკიცა, რომ მასზე გაცილებით დიდი ტიპებიც მშვენივრად მსაძინებელში მიჰყავს ერთი ხელის მოსმით. მისი სიმძლავრე და სისწრაფე ისეთია, რომ წონებს შორის განსხვავებას უბრალოდ აკრობს. იცით რა არის ილიას ფენომენი? ის როცა ამბობს ნაკაუტში ცავაგდებო, ეს ტრაბახი კი არაა, ფაქტის კონსტატაციაა. ის ამას ხედავს, ის ამას ვიზუალიზაციას უკეთებს. და აი აქ ჩნდება მთავარი კითხვა. თუ ილია მართლა ასეთი ძლიერია, რატომ წელავს UFC ამ ბრძოლას? პასუხი მარტივია. მათ ეშინიათ თავიანთი მთავარი ოქროს თევზის მახაჩევის დაკარგვის. ბოლოსკენ კი ერთ საიდუმლოს გეტყვით. ილიასთვის მახაჩევი მხოლოდ პლაცდარმია, მისი ამბიციები გაცილებით შორს მიდის. ის უკვე ხედავს საკუთარ თავს ორმაგ ჩემპიონად და ამას ვერავინ შეაჩერებს. ახლა კი მოემზადეთ მესამე თაროზე გადავდივართ, სადაც პირდაპირ ვილაპარაკებთ იმაზე თუ როგორ დასრულდება ეს ჩხუბი და რა ჟესტს გააკეთებს ილია, როცა მახაჩევი იატაკზე აღმოჩნდება. ეს იქნება რაღაც დაუჯერებელი, ასე რომ დარჩით ჩემთან, სიმართლის მომენტი ახლოვდება. გამარჯობა ჩემო ოქრო ხალხო. დღეს ისეთ თემას უნდა შევეხოთ მთელ სპორტულ სამყაროს, რომ ყურები აქვს წაწყვეტილი. ვიცი ყველას გაინტერესებთ, ვინ ცრუობს სინამდვილეში, ჩვენი ილია თოფურია თუ ისლამ მახაჩევი. აი ეს მომენტია, სიმართლე სადღაც შუაში კი არა, სადღაც ძალიან ღრმადაა დამარხული და დღეს ამას ერთად ამოვქეკავთ. ბოლომდე მისმინეთ, იმიტომ რომ ვიდეოს დასასრულს ისეთ რამეს გეტყვით ამორთა ბრძოლის კულუარებზე, რაც ჯერ არც ერთ საინფორმაციო გამოცემას არ დაუწერია. მზად ხართ? მაშ დავიწყეთ. მოკლედ მეგობრებო, სიტუაცია ასეთია. ილია ამბობს მახაჩევი ბრძოლას ჩამოეხსნაო. ჯერ თქოს ხელით ტკივაო, მერე კი ისეთი კადრები გაეძრო, ისლამი მშვიდად ისვრის იარაღიდან და არაფერიც არ ტკივა. აბა ვისატყუებან. მეორეს მხრივ ისლამი იძახის, ილია ფულს დახარბდა და იმდენი მოითხოვა, იცოდა რომ UFC უარს ეტყოდაო. აქ უკვე მესამე მოთამაშე შემოდის, ჩვენი საყვარელი მელოდი, დანა ვაიტი. დანამ კი თქვა, ილიას არარეალური თანხა არ მოუთხოვიაო. აი აქ უკვე იჭედება ისლამის ვერსია, ხვდებით? მოდით გულაღდილად ვილაპარაკოთ, როგორც ქართველებს შეეფერებათ. განა ვინმე სჯერა რომ ილიას ვინმე სიეშინია? კაცი რომელიც ქვემსუბუქიდან ნახევრად საშუალო წონამდე ყველას მისდევს და გამოწვევას უგდებს, როგორ შეიძლება ფულის გამო გაურბოდეს ჩხუბს? ილიასთვის ფული მეორე ხარისხიანია, მას ისტორიის დაწერა უნდა. მისი მთავარი საფიქრალი ახლა ისლამ მახაჩევია. ეგარა თუ არ გაურბის, პირიქით, მოსვენებას არ აძლევს. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ნუ თუ ამ ხელა სპორტსმენებსაც აქვთ ის შინაგანი შიში, რასაც ჩვენ ჩვეულებრივი მოკდავები ვგრძნობთ. რიტორიკული კითხვაა რა თქმა უნდა. მაგრამ დააკვირდით მახაჩევს, მასზე კაბების მემკვიდრეობის ტვირთი აწევს. თუ წააგებს მთელი ის დაღესტნური უძლეველობის მითი დაინგრევა. აი ეს ფსიქოლოგიური მომენტია ყველაზე საინტერესო. ილია კი? ილია ისეთი ტიპია, აი ქართული ხასიათი რომ ვიცით. მიდი დამეჯახე თუ ვაჟკაცი ხარ. იცით რა არის საინტერესო? ზოგიერთი ამბობს რომ ილია არმან წარუკიანს გაურბისო. მოდით ობიექტურები ვიყოთ. არმანი სერიოზული მემბრძოლია, მაგრამ ილიასთვის ის
არის უბრალოდ გავლილი ეტაპია ფსიქოლოგიურად. მას მწრვევალი უნდა, მას ისლამი უნდა 70 კილოგრამშიც და 77-შიც. წონა მნიშვნელობა არ აქვს, როცა მუხტი ასეთი დიბია. ილია როცა ლაპარაკობს, იმხელა თავდაჯერებულობა მოდის მისგან, რომ გინდა თუ არ გინდა გჯერა. ეს არ არის უბრალოდ შოუ ან დასავლური ტრეშ-თოკი. ეს არის კაცის სიტყვა, რომელმაც იცის რასაც აკეთებს. ბევრი მეკითხება, რატომ არის ილია ასეთი დარწმუნებული თავის თავში. იმიტომ ხომ არ არის, რომ ჩვენიანია. არა, მეგობრებო. დააკვირდით მის თვალებს, როცა პერსონაჟიდან გამოდის და მშვიდად საუბრობს. იქ არანაირი შიში არ არის, იქ თოლოდ გათხოვა და ძალაა. ისლამი კი, ისლამი ცდილობს თავი დაიცვას, მემკვიდრეობა შეინარჩუნოს და როცა ადამიანი რაღაცის შენარჩუნებას ცდილობს, ის უფრო სუსტია, ვიდრე ის, ვინც სხვისი ციხესიმაღლეს ასაღებად მიდის. ასე რომ პირველ თაროზე სიმართლე ასედევს. ილია მზადაა, ილია ითხოვს, ილია იბრძვის. დანარჩენი კი უბრალოდ საბაბია. შემდეგ ნაწილში კი მოგიყვებით, რატომ შეიძლება იყოს წარუკიანი უფრო საშიში ვიდრე მახაჩევი და რას აპირებს ილია, როცა ამორს ერთმანეთის მიღოლებით დაანარცხებს მიწაზე. არ გადართოთ წინ, ყველაზე ცხელი ამბებია. აი, მივედით ფინალურ ეტაპამდეც. ახლა ყველაზე მთავარი, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი? იცით, ბევრი ამბობს, რომ ილია ზედმეტად თავდაჯერებულია, რომ ისლამთან ჭიდაობაში გაუჭირდება, რომ დაღესტნური სკოლა სხვა დონეა. მაგრამ მოდით რეალობას ჩავხედოთ თვარებში. როდის იყო ქართველი კაცი სირთულეს გაურბოდა? პირიქით, რაც უფრო დიდია გამოწვევა, მით უფრო მეტი ადრენალინი და ძალა მოდის. ხშირად ვფიქრობ, ნეტავ რა ტრიალებს მახაჩევის თავში, როცა ილიას ინტერვიუებს უყურებს. ალბათ ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ ეს მხოლოდ შოუა, მაგრამ გულის სიღრმეში მანაც იცის. ილია არ ხუმრობს. ილია ის კაცია, რომელმაც ზუსტად იცის, სად უნდა დაარტყას, რომ მეტოქემ ვარსკვლავები დაინახოს. და აი აქ ჩნდება რიტორიკული კითხვა. რა უფრო ძლიერია, კარგად ნავარჯიში ტექნიკა თუ დაუმსხვრემელი ნება, რომელსაც მთელი ერი ზურგს უმაგრებს? ჩემი პროგნოზი ასეთია და შეგიძლიათ ჩაინიშნოთ კიდეც. ეს ბრძოლა არ წავა მსაჯების გადაწყვეტილებამდე. ილია არ არის ის ტიპი, ვინც ქულებს ითვლის. ის ნადირობს. მახაჩევი შეეცდება ჩაჭიდებას, შეეცდება ბრძოლის პარტერში გადაყვანას, რადგან დგომში ილიასთან ყოფნა მისთვის თვითმგვალობის ტოლფასია. მაგრამ ილიას დაცვა ჭიდაობისგან იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ბევრს გონია. ის ფეხზე მყარად დგას, როგორც კავკასიური ქედი. და აი ის მომენტიც. მახაჩევი ცდება, წამიერად იხსნება და ილიას მარჯვენა ზუსტად მიზანში ხვდება. ბუმ! აი ამას ველით ყველანი. და როცა ისლამი იატაკზე აღმოჩნდება, იცით რას გააკეთებს ილია? ის გააკეთებს იმავე ჟესტს, რასაც ჩვენი არხის ერთგული მაყურებლები აკეთებენ. ტოპურია ლოვერების სიმბოლოს. ეს იქნება წერტილი ყველა კამათზე, ყველა ეჭვსა და ყველა მატყუარა ბრალდებაზე. მეგობრებო, ჩვენ ახლა ისტორიის მოწმენი ვართ. ილია ტოპურია არ არის უბრალოდ მებრძოლი. ის არის სიმბოლო იმისა, რომ თუ მიზანი გაქვს და შრომა არ გეზარება, ვერანაირი დაუმარცხებელი ლეგენდა ვერ შეგაჩერებთ. წონა? 70 კილოგრამი იქნება თუ 77, ილიასთვის ეს მხოლოდ ციფრებია. მისი მუშტი ყველგან ერთნაირად მძიმეა. და ბოლოს კი მინდა გითხრათ, ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც ამბობს, რომ ეს რთული იქნება. რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ სწორედ სირთულეებში იცრთობა ნამდვილი ჩემპიონი. ილია მახაჩევს ნოკაუტში ჩააგდებს და ეს არ არის მხოლოდ ჩემი სურვილი. ეს არის ის, რასაც მე ვხედავ ყოველ ჯერზე, როცა ილია ოქტაგონზე გადის. ასე რომ, ჩემო ოქროებო, მოემზადეთ. წინ დიდი გამარჯვება გველოდის. არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა და არხის გამოწერა, რომ ერთად ვადევნოთ თვალი, როგორ იწერება ქართული სპორტის ისტორია. ჩვენ ყოველთვის ილიას გვერდით ვართ. და დაიმახსოვრეთ, ნუ დალევთ დამამშვიდებელს დასაძინებლად. მაგას ილია თავად გააკეთებთ რინგზე. ოღონდ თქვენ კი არა, თავის მეტოქეებს. შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში. ყოველთვის სიმართლისა და ილიას მხარეს.